მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი და აიმახსოვრდეთ, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ხდება ჩაწერა წინასწარ. რაც შეეხება წმენდები, ვისთანაც მაქვს დასასრულებელი დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებამდე უნდა დავასრულო, არ მინდა მომდევნო წელში თქვენი გადაყვანა, ვისთანაც დაწყებულია ახლა ძალიან ახლები ვინც არ ხართ, ხო? და აუცილებლად დავასრულებ. საახალწლო ბოქსები კი შეგიძლიათ თუ დაინტერესებული ხართ შევკვეთოთ, რომ დამზადდეს და დროზე მოგეწოდოთ. რა თქმა უნდა, იქნება შეგნით ყველა საჭირო ატრიბუტი, რაც უნდა ქონდეს ადამიანს, სამაჯურებიდან დაწყებული, ფინანსები, დაცვა, სასიყვარულო, ბარაქის თილისმები, სამთლები, გასაწმენდი სახლისთვის, დაცვებისთვის, რაც საჭირო არის, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება განთავსებული. ასევე საახალწლო პატარა ატრიბუტიკაც იქნება, ასე რომ ვთქვათ, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ცოტა ხანში განახებთ ყველაფერს, მაგრამ ახლა შეგიძლიათ დაიჭიროთ დატარიგი. რადგანაც დაახლოებით საახალწლოდ რომ მოგეწოდოთ დეკემბრის 15-დან 20-დან მაინც უნდა დაიწყოს დარიგება ამ შეფუთვების. კარგით, ნახოთ როგორ რა იქნება, კიდევ გადავხედოთ აბა რა იქნება. რა თქმა უნდა, გამართლება, სრული ცვლილება, ჩემო რატომღაც პირადი დამიფიქსირდა ერთი ვიდეო ჩავწერე და ვეღარ ავტვირთე, იმიტომ რომ მე ცოტა რაღაც გაითიშა, რაღაც პრობლემა ისეს და იქაც იგივე დაფიქსირდა, ხო? მაგრამ კარგიც არა უშავს. აქ არის არჩევანის გაკეთება, ბედის ცვლილება, ასევე რა თქმა უნდა ეს არის უკვე წარმატებისკენ და მე გეტყოდით, რომ შესაძლებელია რაღაც საკითხი, რომელიც არ მოგვარდა, არ მიიღო, ისე ნახეთ, ან პასუხისმგებლობა არ აიღო ადამიანმა და ასე შემდეგ. აქ პირდაპირ ხდება უკვე ეს მომენტი არის, რომ არჩევანი უნდა გააკეთოთ, თქვენ ან ადამიანმა ვინც გაინტერესებთ, მე უფრო თქვენ მგონი ხართ, იმიტომ თქვენზე დავიწყე გაშლა, რომ დავუშვათ როგორ უნდა განვითარდეს. ამის სრული შესაძლებლობა გეძლევათ, თითქოს ნახეთ, უნდა დასრულდეს ის თუნდაც კარმული პერიოდი იყო ვინმესთან და ეს გაურკვეველი მდგომარეობა, ხო, პირიქით უნდა შემოbrunდეს. თუ კი დავუშვათ ახლა არ დაასრულებთ ამ პერიოდს, იცოდეთ, რომ ისევ კარმულ წრეზე წახვალთ და ეს შეიძლება გაგრძელდეს უკვე 9 წლიანი პერიოდი, ან გარკვეული კიდევ ბევრი წლები დროს დახარჯავთ. თუ კი ასაკთან შეზღუდვა გაქვთ, დავუშვათ არ გაქვთ ამდენი დრო, ეს გამოდის, რომ მაშინ თუმცა მოდი ასე ვთქვათ 9 წელი და თუ გინდა 4-5 წელი ურთიერთობაში ვერ რჩებიან ზოგიერთები, მაგრამ ეს თქვენ გადაწყვეტეთ ახლა მაინც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 9 წლის შემდეგ აუცილებლად დასრულდება ურთიერთობა. ესე იგი გამოდის, რომ თუ ახლა არ დასრულდა ეს ურთიერთობა, გადადიხართ და ისევ რჩებით ურთიერთობებში. კარგი, ნახოთ მაშინ ისე რა უნდა შემოbrunდეს თქვენს ცხოვრებაში. ჩემო, სამსახური თუ ელოდებით, აუცილებლად ეს იქნება, იმიტომ რომ მოდის აქ რაღაცნაირი დახმარება, ზუსტად ეს არის თქვენი. მე ვფიქრობ, რომ ისევ სიახლე, რაღაც წარმატება რო ავტვირთე, რაღაც იმ დაგვარი გამოდის, ეთყობა კიდე დარჩა ვიღაც დაუკმაყოფილებელი. აი ზუსტად ეს არის აქ ცვლილება, ის მომენტია, რომ გამოდიხართ თქვენ ზუსტად აი ქაოსიდან, არ ვიცი რა იქნება და რაღაცა სამსახური დავუშვათ, რომელიც აქამდე არ იყო, ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნება აქ მოლაპარაკება. კიდე კარგით ნახოთ მაშინ.
სწორი მიმართულების აღება, ფინანსების გაძლიერება, ჩემოკარგებო თანხების შემოდის აქ სხვათა შორის. და ეს ძალიან ესე ვთქვათ, კარგი ხარჯება თქვა ნახე მაშინ, რადგანაც მატერიალური მხარე დაფიქსირდა, ელოდეთ სასწაულებს, ჩემოკარგებო არ არის გამორიცხული, შეიძლება ვალი დაგიბრუნდეთ, ან შეიძლება ვიღაცა წარსულიდან ისეთი ადამიანი ნაცნობი შეგეხმიანთ, რომელიც დაგეხმარებათ, ასევე შესაძლებელია თუ კლიენტებთან მუშაობთ, ის იგივე ხალხი ხო ხდები, დაბრუნდეთ რაღაცა, აი ეს მომენტები ფიქსირდება, აქ ელოდეთ რაღაც პატარა სასწაულებს, ეს არის სხვათა შორის აი კარგი სასიხარულო ამბავი. სასიხარულო ამბავი ჩემოკარგებოს და აქ პირადიც არის და მე რაღაც ერთდროულად ვითარდება. ის მომენტი ნამდვილად არაა დავუშვათ რაღაცა ერთი საკითხი რო გითხრათ ეხლა ნახეთ თითქოს ფინანსებზე მინდა ველაპარაკ პირადზე დავიწყო ლაპარაკი ფინანსებზე დავიწყო ლაპარაკი პირადზე გადავედი ნახეთ თითქოს ერთდროულად არის აქ და იმიტომ ფიქსირდება ეს მომენტი რაღაც ნახეთ რო ჩაერთვებით ამ დავუშვათ ფინანსურ საკითხებში უცებ გაცრავად ისიც გამოჩნდება, რა ქვია. ფინანსებიც ხო გადაგატანებთ ყურადღებას გადაერთვებით პირადზე ფინანსები გამოჩნდება გადაერთვებით მას რა ქვია უკაცრავად ამერია ცოტა რაღაც აქ რაც რა ქვია ფინანსები პირადზე გადაერთვებით და რაღაცა მიხვდით ხო როგორ ამბობ მოკლედ რაც შეეხება ნახოთ აბა კიდე როგორ განვითარდება ეს განახლება, ისევ განახლება, წარმატება. იცით რა მე ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება ცოტა ჯანმრთელობის თემა. ეხლა ისეთი სეზონია ვირუსული მაინც არ გამიკვირდება, ხო? ვირუსით შეიძლება ითვლებოდეს რაღაც ცოტა პრობლემაში, ხო? მაგრამ ეს არ არის ისეთი, რომ ეს იყოს რამე რთული მომენტი და რაღაცა. თუმცა ერთ რაღაცას გეტყვით, რამდენი გამოაცხადი მე მაგალითად ყველა უნდა დაუბლოკო აბსოლუტურად ეს ვინც არიან ასტროლოგები და სხვათა შორის ეზოთერიკოსებიც ხანდახან ვინც ხვდებიან ბევრი მყავს დაბლოკილი რომ განახოთ ალბათ გაგიჟდებით ეს არ არის კონკურენციის თემა ჩემოკარგებო ეს არის როგორც მე ჯანსაღი და ვიღაცა კარგი ინფორმაციას თუ მომაწოდებს ძალიან მეწმინდა კაც ვიღაცამ რაღაცა კარგი მითხრას ხო ბოლო იმედის მაგრამ ნახეთ, კარგი არის ახლა გამოჯამრთელდები კერჩხებებზე გამოაცხადებენ ან კარგად იქნებით და შანსი არა ახლა გამოაცხადეს. აუ გამოჯანსაღებას ძალიან კარგად ვიყავი, მოვისმინე და შემეყარა ვირუსი და ვარ ვირუსიანი და ესა რა ქვია რაღაცა ესა ბაქტერიები და რაღაცა ესეთ რაღაცები შემეყარა. ისე თქვენ წლის დასაწყისში და გავხდი ალბათ გადავტრიალდი წლის გამოვედი მდგომარეობით. ამიტომ ყველას ბლოკავ. მაგათი ნათქვამი სრულდება ისა რა ქვია, უკუღმა. ხო, აგრად შეეხება პირდაპირ გეუბნებით, რომ რამე ესეთი რთული არ არის ყოველ შემთხვევაში თქვენთან რამე სირთულე. და პირიქით, გაიდასტა პირიქით ნახეთ როგორ რაღაც არის ცვლილება განახლება წარმატება პირიქით თუ კი რამე ცუდი იყო მე ასე გეტყოდით ეს ყველაფერი მიდის მე აქ ვერ ხედავი მომენტს რომ რაღაცა დავუშვათ ცუდისკენ შეიცვალოს არა ჩემოკარგებო პირიქით ეს არის გადასვლა სხვა მდგომარეობაში სხვა ეტაპზე და ასე შემდეგ ნახოთ კიდე ნახოთ აბა თქვენ აქ ძალიან ფიქრობთ რაზეც ესე რომ ვთქვათ
ჩაფიქრებულ როგორ გაქვს ნეტა ეს სურვილი ამის რომ ნეტა ეს როგორ იქნება აი ეს საკითხი მოგიგვარდებათ ჩემო კარგებო მაგრამ აქ მე მიფიქსირდება პირადშიც მიფიქსირდება სხვადასხვა ეს არ არის ასაკიანი თუმცა ძალიან სხვადასხვა ხასიათი აქვს რა არის ეს ხლაფორთია აიცად რამე ხომ არ მეშლება არა აი მაგ ხელა ის არ არის აქ არა ვერი ერთნაირები მეგონა ესენი ნახეთ როგორ არის აქ პიროვნება კი ფიქსირდება ოღონდ რაღაც სხვადასხვა ხასიათის ყოველდღე თუ რო ვერ ამოიცნობ ისეთ ტიპაში მაგრამ ეს არ არის ასაკიანი პიროვნება და ფინანსებზე ან რამეზე თუ ცოტა ისე ნახეთ არეულად ვლაპარაკობ იმიტომ რომ ესია არის თქვენთანაც ესე იქნება რაღაცა ერთდროულად ვითარდება ისიც არ არის ის მომენტი რომ ჯერ მოდი ეს საკითხი მოვაგვარო მე პირადს მივხედავ არა ერთდროულად მიდის აქ ყველაფერი გარდაქმნა არის იმიტომ რომ აქ რაღაც მაღალი ძალებიდანაც არის რაღაც უფრო თქვენი მფარველი ანგელოზებიდან არის უფრო ესე რომ თქვა ჩემოტევა და გარდასახვის მომენტი პირდაპირ გარდასახვა ფიქსირდება აქ ჩემო კარგებო საინტერესო კომბინაცია რომელ გარგან შევხედო აღარ ვიცი და აი ეს ზუსტად ეს ძალიან კარგი შემოდინება ძალიან კარგი ანუ ჩათვალეთ რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს ოღონდ ძალიან კარგი მიმართულებით მე ყველას გისურვებთ კაცო დაგილაგდეთ პირადიც და ფინანსებით მაგრამ ну მაინც ახლა რა ვიცი ღმერთმა ქნას ყველასთან იყოს ეს რა თომათაც არა კარგით ნახოთ კიდევ რა შეიძლება აქ იყოს ну ეს мама არა უნდა მამაკაც რას აქტიურობს გითხარი რა გინდა რას ლაპარაკობ ერთ თქვენთან ერთად უნდა ბედნიერებას მანიჭებ უყვარხართ ხმას თუ ამოიღებ თორე ესე ამირანგულში მღერო და რაც რა ვიცი მე მგონი ამ გვერდზე ვარსებობ სულ ესე მღერი ხარ ამირანგულში ხმას თუ ამოიღებ და იტყვი ამ ყველაფერს იტყვი თქვენ წარმოიდგინეთ მანახე ხმას იღებ ლაპარაკი მითხარი გაგავაგეთო ხმას ვერ ვაღერინებთ ამ კაცებს და რა ვქნა ახლა მაგრამ მოქმედება აშკარად არის მოქმედება ხო არის ძალიან ესე რო ვთქვა ეხლა ენათ როგორ ვთქვა ხო გადაიტყავს რაღაცა ენად გაიტლიკოს ესეთი მომენტია მას არ აქვს მაგრამ გააქტიურება ჩანს იგრძნობთ რა იბედნიერებას ანიჭებთ რაღაცა თქვენს ემოციებზე სხვანაირად მოქმედებს აქ ნახეთ გეხმარებათ თითქოს თუ რაღაც საუბარი არის თქვენს შორის როგორ რაღაცაზე იცი როგორ გამოხვიდეთ დაუშვათ კრიზისიდან როგორ ამოაგვარდ აშკარად აქ საუბრობს როგორ რაღაცებზე იცით რა ანიჭებს ბედნიერებას ნუ ხო ახლა ყურების ხანა ხო უნდა დაიწყოს და ასევე სხვათა შორის ძალიან გულწრფელი დამოკიდებულება თითქოს ამ ადამიანმა უნდა რომ რა თქვენ ტკივილი რაც გაქვთ ეს ტკივილი რომ გაგინეიტრალოთ და რო გიყვარს ამას იტყვი თუ არ იტყვი ბოლო თუ ახლა რა ვქნათ აქ შეგილოცოთ თავს იკავებს რატო იკავებ თავს მაინც ერთად ვართო რა თუნდა თქვა გამეცინა ესე იგი თქვენ როგორ რაღაცას ამბობთ იცით შენთან ვარ ერთად ვართ და ამას რაღაც რაში ჭირდება ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ შენთან რომ ვარ შენს გვერდით რომ ვარ შეგხვდი თუ რაღაცა ეს იმას ნიშნავს რომ გრძნობა მაქვს და ძვირფასი ხარ და მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვისო გაიგეთ მაგრამ ხანდახან ის ერთი სიტყვა რომ ნახეთ საჭირო არის და ამ ყველაფერს ალამაზებს ამშვენებს ამას ვერ ხვდებიან თუნდაც ის ერთი პატარა ყვავილი რა ვქნა უნდა ვიმასქნა ახლა რამე ვარდი უნდა მოვიტანო რო ესეთი გაშლა რომ მექნება მამაკაცებს მოიცე დავაპაუზო ერთი წუთით აი ხო მომდევნოზე გავითვალისწინებ სადღაც წითელი ვარდიც მაქვს და
რომ ეს რა ქვია, განახოთ მამაკაცები თუ ხართ. ხო, ეს ერთი ცალი ყვავილი ნახეთ, რომ მიაწოდოთ ქალბატონს, ესეც რაღაც თავისი ხიბლია, პეწია, ფერებს რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჯერ ეს მოიხერხეთ და მე წითელი ვარდისაც დაგახვედრებთ აქ, რომ მიხვდეთ ზუსტად. თუმცა ვინც ფერების მნიშვნელობა იცის ქალბატონებმა, მაშინ ცოტა ფერებზეც ხომ არ დავიწყო აქ განმარტებები მომდევნო ვიდეოში, იმიტომ რომ მაგასაც აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, შესაძლებელია მოდი ასე ვთქვათ, ეხლა შოკოლადს თუ ქალბატონს მიართმევს, იმას ნიშნავს მამაკაცი ნახე ქრეცნობიერი გეუბნება, რომ თქვენთან ლოგინი უნდა, სექსუალური ურთიერთობა. გაიგეთ? ამიტომ თუ ეს ქალბატონმა ესეთი მინიშნებები და მნიშვნელობები იცის, მაშინ ცოტა სიფრთხილე გმართებთ, თუ აქცევს ახლა ყურადღებას ესეთი ქალბატონები ხა იშვიათად დღეს სად არის, ოღონდ მამაკაცმა შემოგხედოს და ეგრევე შარვალში უფრინდებიან უკაცრავად ქალბატონებს. არც ეძებენ, ცოლი ყავს, არ ყავს. და ხანდახან რა ჩალაპარაკება, მაგრამ არის ეს. შარვალში კაცო ეგნება ბომბა აქ კლად და არა ინტერესებს. ხოდა შოკოლადი მიართვი და ის მაგაზე ფიქრს დაიწყებს, რომ და თუ გინდა ყვავილის ფერი და ეს ფერი რას ნიშნავს? მაგრამ არიან ესეთი ქალბატონებიც, კი ბატონო. რადგანაც გავაჟღერე, შეიძლება ვიღაცა ერთისთვის იყოს ეს ინფორმაცია. კარგით, ვნახოთ და რა ვკითხო ახლა, ესე იგი ერთად ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ და კი ბატონო, მე გრძნობა მაქვს შენს მიმართ, მაგრამ ახლა ამდენი რომ ველაპარაკე, ხმას ამოიღებ ბოლო-ბოლო? ვიცი, ამას გინდა ისა ყვავილია ჩვენი აქ-იქ გიჩვენ. რაც გინდა ისქენი ხმას ვერ ამოაღებინებ. ამის საქმე ლაპარაკი არ არის. ამ თემაზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ ვერ იაზრებს, ნახეთ, ამ საწოდავს კიდე რა ჭირს, როგორი ფორმით დაიწყოს ამ თემაზე საუბარი. ეს რო ლაპარაკი უნდა თქვენთან შეიძლება დაიწყოს საქმეს. როგორ შეაკეთოს მანქანა, როგორ გამოიმუშაოს ფული, რა უნდა გააკეთოს. აი რაღაც ესეთ თემებზე დაიწყებს ლაპარაკს ეს ადამიანი და არა დავუშვოთ ამას ინჩიბანჩი საერთოდ არ გეკება რამე რომანტიკის. ხოდა ვერც მოთხოვ შესაბამისად არ არის რომანტიკოსი ხარ, მანახები რომანტიკისნაირ არა, ის რომ რომანტიკა არა ის ერთხელ მოუყევი სხვათა შორის წავიკითხე უბრალოდ დაგითხრა ესე უნდა თქვა სწორი ესე არის ლექსზე მოყოლა არ არის სწორი ფორმა ქალი ნაზის სანთელია იცოდეს სიცოცხლის წინ დანთებული სანთელი გაჩერდა გოგო მიყურებდა აი უთხარი ახლა ჩემ ქალი ნაზის სანთელია ედი კალვე და ბოლა მაგი უთხარი აღა შენგისმენდეს ჩემს მეუღლო ესე რომ მაგ ესეთი რაღაც საკითხები ამისთვის ცოტა შორს არის შეიძლება ნაზად და ფაქიზად კი არ გიქვა მთლად მასე არ არის ამის საქმე მაგრამ რომანტიკიდან ძალიან შორს არის კარგი რა ვქნათ ახლა ჩვენ ამას როგორ შევაფხიზლოთ მოქმედებები მაინც თუ გექნება ჩავაკვდი ამ იმას რა ქვია ჩავეღიფსე გინდა თუ არა რაღაცა თქვი რაღაცა იმოქმედე გინდა თუ არა და კარგი მოქმედებებში რა გექნება მოქმედებებში იქნება მეგობრული იქნება ესეთნაირად გავისერნოთ წავიდეთ რაღაცა ესე დაბრძენებული და რაღაცა აი თქვენს გვერდით იქ სულ თქვენთან არის სხვადასხვა ვარიანტებით არ გაგიკვირდეთ რომ ერთი ფორმატის მამაკაცი არის ეს ერთ ჩარჩოში არის ეს სხვა ხასიათზე სხვადასხვანაირი ზეგისეთი ზეგასეთი გამოგეცხადებათ მრავალნაირად და ეს იმას ნიშნავს რომ ანუ თქვენთან შეზღუდული
გული არ არის ყველა თემაზე კი ბატონო შეიძლება საუბარი სხვა შეყვარებულებზე შეიძლება ისაუბროს აქ და აი საკითხებზე ნახე მაგრამ თქვენ შორის სიყვარულზე არ შეუძლია ლაპარაკი იმიტომ რომ არ იცი საიდან დაიწყო ამან თორე მოდი ვნახოთ აბა ვკითხოთ სინამდვილეში გინდა რომ დავუშვათ რამე თქვა რომ დავეხმაროთ ახლა ჩვენ გინდა რაიმეს თქმა ერთი ავკრიბო ის თორე იმენი არკანები ამოვიღე აქ მოდი ავკრიბოთ და დავუშვათ იგივე კითხვა ფინანსური კოდი გაშლებზე ვინც ჩაეწერება შეგიძლიათ რომ შემახსენოთ მითხრათ გაგიმზადეთ ეგრევე შეგიძლიათ ასე მოგცეთ თუ დამზადება გინდათ მე გინდათ გაგიაქტიუროთ და თილის მისახით მიიღოთ მაშინ ეს მომსახურება ხასიანი კარგით ნახოთ გამახსენდა ახლა და გითხარით საქვია ხო რა გითხვა დავსვი ხო გინდა რომ დავუშვათ ეს გამოამჟღავნო თქვა სურვილი თუ გაქვს სურვილი ამ ყველაფრის სურვილი თუ გაქვს როგორ მიფიქსირდება იცი კი მაგრამ კი გულწრფელი ვარ მაგრამ კარგი არ იცი ლაპარაკი ერთია მაგრამ კიდევ არის რამე რაც ხელს გიშლის და დავუშვათ ვერ ამჟღავნებს აი ამ გრძნობას თქვენს მიმართ საკუთარი თავთან აქვს ამას ჭიდილი საკუთარი ხო ნუ ფინანსები გავიგეთ რომ არ არის ეს ეთყობა ძალიან კარგად საკუთარ თავში აქვს ამას პრობლემა აქ ვინმე რამე ახლა ხალი ისა პეტრე პავლე არ არის ჩემოკარგებო აქ ნახეთ მე გულწრფელი ვარ და ეს რაღაცა თითქოს უნდა რაღაცა მაგრამ საკუთარ თავთან აქვს ეს პრობლემა შეიძლება ამან რომ გადაწყვიტოს მართლა ვიტყვი რამეს ისეს და მე მომენტალურად არა იყოს მერე ხვალ არა იყოს მერეზე გეუბნებით რა ყურებს იფხანს იმიტომ რომ შინაგანად ესე იგი ისა რა ქვია დაკომპლექსებული მოდი ვნახოთ რა დაეხმარება მაშინ ქალმა რა უნდა გააკეთოს ახლა ეს ცოტა რომ გავხსნათ და შემოლაწუნება არ დაჭირდეს რა დაგეხმარება ამ ყველაფერში რა დაგეხმარება რომ გაიხსნათ ცოტა რა დაგეხმარება ეს ახლა როგორ ვახსნა რა დაგეხმარება კიდე ხმა მოიღო ვერ გავიგე არ მეუბნება კარგი როგორ უნდა მოიქცეს ეს ქალბატონი რომ შენ ალაპარაკდე ხმა მოიღო კარგი თქვენ რომ გამოუწყდეთ ცოტა გრძნობაში რა რეაქცია იქნება ვერ გაიაზრებს აზრი არ აქვს აი ვერ მეხდება გითხარით რა ძალიან შორსაა ეს ამ ყველაფრიდან აქ რო გითხრათ ეხლა რამე იმოქმედოთ ამასთან პასუხისმგებლობაზე არ დაელაპარაკოთ არა რომ კაი რომ დაელაპარაკოთ დავუშვათ დაოჯახება რამე იქნება კაი მასთან დაოჯახება გინდა ის რომ უთხრათ მას ეს უკვე საკუთარ თავის შეთავაზება არის რა მე ვიცი ახალგაზრდილი უკან არ დაიხებს მაგრამ ცოტა შეიძლება თავი დაიფასოს და რა ვქნა ძალიან ისე იქცევა რა მოკლედ ვერაფერი ვერ ვიპოვე მე ამ წუთში ამ ადამიანთან ისეთი ხელჩასაჭიდი რომ
გითხრათ ეხლა ესე მოიქეცით და რაღაცას მიაღწევთ. გამოდის რომ უნდა მიიყვეთ მაშინ ამ ადამიანს ჯერჯერობით, უნდა ჩამოყალიბდეს მის თავში და უნდა რაღაცა გაიზარდოს და რა ვიცი მოწყინდეს ამ პოზიციაში ყოფნა და ეხლა ეს არ არის ასაკიანი ბიჭი და ამიტომ მე ვფიქრობ თუ თქვენთან არის იმის პრობლემა რომ ამდენი დრო არა გაქვთ, რა ვიცი ეს როდის გაიზრდება ხალხო. ხო და თუ მაინც გიღირთ, მაშინ დაელოდეთ და ნუ მისი რეაქცია ის არის, მე იმიტომ ვარ შენს გვერდით რომ კი, მე გრძნობა მაქვს, მინდიხარ, მიყვარხარ რაღაცა ეს, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ რაღაც საკუთარ თავში არის ეს დისკომფორტი, არ შეუძლია უბრალოდ ამაზე მიხვთი ასეთნაირად და იგრძელი. ძვირფასი ხარ ჩემთვის, თუმცა პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მე ვერ ვიტყვი რომ ამან რამე, რა ვიცი, ჯერ გაასერიოზულებ აქ რამე, სასემუნჯურად დავიჯერო. მინდა ავიღო პასუხისმგებლობა, ნახეთ, ჩემი არჩევანი ხარ და მინდა ეს რომ იყოს ერთი ოჯახი ვიყოთ. ამაზეც კი საუბრობს ეს ადამიანი, ნახეთ და დავუშვათ ეს იყოს რელიგიურად არ დამოწმებული ან რაღაცა ესეთ სერიოზულ ფორმატში, მაგრამ აიღებ ამ პასუხისმგებლობას. ახლა შთაგონება სჭირდება ამას რაღაცა შემოგარგებო. ცოტა მეეჭვება. ელოდეთ სასწაულებს, კი, თქვენ წარმოიდგინეთ, კი. რაღაცა სასწაული დედა კერიას ნახშირი, სადაა ნახშირი, რაც ხარ, რა ვიცი, მიაკაკუნეთ, მოაკაკუნეთ, აფუიში. ნაგურდღი წყალი მიასხით. ესე მუნჯურად საინტერესო ლაპარაკის გარეშე ასერიოზულებს თქვენთან ურთიერთობას ძალიან მეგობრულს რომ იკავებს ეს ზუსტად ვიცი და ჩემს ინტერესებში ხარ რომ ამას რომ რაღაც შთაგონება სჭირდება და ამას აკეთებს რაღაც ფარულად თუ ისე გარდატეხა მოდის ამ ადამიანთან მაგრამ მე რა მიგვერდით ესე მუნჯურად რანაირად ხდება აქ თქვენი ურთიერთობა ვერ მივხვდით. დედა ეს ოჯახება არის ეს, თქვენი სიძლიერე არის ეს. ხმას თუ არ იღებ რანაირად კაცო, ეს მითხარი. ეს რა არის? არ გაიგებთ საღამოს მოხდეს აქ თქვენი რაღაცა თემა გადაწყდეს მომენტალურად. ეს რა ქვია? არა, ხმას არ იღებს. არ ვიცი როგორ ახერხებს, ვერაფერს ვეღარ გეუბნებით. ხმა ვერ ამოვაღებინე. ის რომ აქ გითხრას ეხლა მიყვარხარ და ეს ურთიერთობა ვითარდება უხმოდ. მე არ ვიცი რა ხდება საღამო ხანს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანი ისეთ პოზიციას იჭერს თქვენს ცხოვრებაში, აქ გაიასნებული იქნება და აი როგორ არის, იცი, უთქმელად იქნება ის რომ ერთად ვართ, რა ვიცი, შეყვარებულები ვართ, ცოლ-ქმარი ვართ, ერთი ოჯახი ვართ და ეს რაღაც არ ვიცი, ესე მუნჯურად როგორ უნდა მოხერხდეს. მე მართლა არ ვიცი, არ მაქვს მაგ ხელა გამოცდილება, რასაც ვკითხულობ ტაროში, ამას გეუბნებით შემოგარგებო. ცოტა უცნაურია. არ ვიცი, რა გითხრათ. რა გითხრათ დავსვა ბოლოში რა გითხრათ დავსვა. აი და რო რას გეთქვის ბოლოში. ეს თქვენი არ ვიცი კი ვიცის თემა, იცოდეთ რომ აქ ყველაფერი რაღაცა სრულდება, გამოდიხართ ამ ქაოსიდან. აქ გაიასნებთ მოკლედ ყველაფერს ესე რომ ვთქვათ. ეს ურთიერთობა უნდა გაიასნდეს. ფინანსებით დავიწყეთ ისე და კი ბატონო და ეს რა იქნება? არა, თქვენი ურთიერთობა თქვენ ერთად რჩებით. ახლა ვიღაცისთვის რანაირი რაღაცა მინდა იცით, რომ ვთქვათ, აქ ვიღაცა
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სიკვდილამდე ერთად იქნება. ან ერთად უკაცრავად, ერთად გარდაცვალებაც კი, ერთად. ღმერთმა დიდხანს გაწოდოთ, ჯერ არა, მაგრამ რაღაც აი ბოლომდე ერთად რო რჩებით ის მომენტი არის. და დაშორება კი არ არის აქ, პირიქით, ერთად, რა ვიცი, ერთად ასრულებთ სიცოცხლესაც, კი, ესეთი რაღაცა არის. ეს ინფორმაცია მართლა 1-2-ისთვის არის. იმიტომ რომ ესეთი რაღაცა ჯერ არ გამიჟღერებიეს, ხოთაშორის ერთი მეგობარი გოგო გამახსენდა, ისე უყვარდა მისი მეუღლე, ისე უყვარდა, ისე გიждდებოდა, მოკლედ და მე გადაწყვიტა რომ წასულიყო ემიგრაციაში. და ისა რა ქვია, რომ უნდა წასულიყო და ვერაფრით ვერ დავიჯერე, რანაირად მე ვიფიქრე. ამ მეუღლის გარეშე ეს როგორ იქნება, როგორ გაძლებს და რომ მაშვებოდა, რა ქვია, უნდა გაეცილებინა მეუღლეს თვითმფრინავზე დამჯდარიყო, ბილეთები ნაყიდი, მოხდენ ავარიაში და ერთად გარდაიცვალა ორივე. თქვენ წარმოიდგინეთ. ესე წავიდა. უნდა გაეცილებინა თვითმფრინავზე. ღმერთმა ყველას ჯვარ დაგწეროთ, მაგრამ რაღაც აი ბოლომდე ერთად მიფიქსირდებით. მანამდეც იყო რაღაცა მეუღლის მხრიდან ცოტა პრობლემები და იყო ახლა სამეგობროში ყოველთვის არის ისეთი გაშორდი. აი ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ ესენი უნდა დაშორებული იყვნენ. მე იმ გოგოს იმ დონეზე უყვარდა, რა ვიცი, ქმარსაც უყვარდა, ალბათ მარა ცოტა არ ექცეოდა კარგად რაღაცა და ეხლა ღმერთმა ნათელში ამყოფოს ორივე. უბრალოდ რაღაცნაირად გამახსენდა, ნახეთ და ვერასდროს ვერ ვფიქრობდი მათ დაშორებას. იმასაც რომ გამოცხადდა, რომ всё, უკვე მივდივარ და უნდა გავფრინდე და რაღაცა, ესე და რანაირად დაგვემშვიდობა სულ ყველას, მივდივარ ემიგრაციაში და გზაში ესეთი რაღაცა მოხდა. და ზუსტად გამართლდა ჩემი ის რა ქვია, რაღაც ეჭვი, ხო, ის ვერ წარმოდგენისდება. ხო, აქაც რაღაცა ერთად ფიქსირდებით, ჩემო კარგებო, ბოლომდე თქვენ ერთად რჩებით და მუნჯურად აწყობთ ამ ცხოვრებას, როგორ არის, მე არ ვიცი, აქ ყოველ შემთხვევაში თქვენ გეხმარებიან თქვენი მფარველი ანგელოზები, იმიტომ რომ აქ არის სიყვარული. აქ არის ძალიან დიდი მონატრება, კი ბატონო. და აქ არის, რა ვიცი, ყველაფერი რა, რაც შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად და ფინანსები როგორ გექნება და დამავიწყდა ფინანსები. რა მალი შევიჭერი როლებს, ფინანსები როგორ გექნებათ? გექნებათ ფინანსებით, თქვენ წარმოიდგინეთ. ნუ გიშინიათ, ნუ. ამ საკითხსაც ძალიან კარგად მოაგვარებთ თქვენ. ფინანსებიც გექნებათ. აუცილებლად. კაი, მეტი რა ვთქვა და რა დავამატო აქ. საოცარია. ესე თქვენია საბოლოო. უბრალოდ მართლა არ ველოდი. ჩემ გაშლებს უნდა დავაწერო, ბოლოში არ ველოდი ხოლმე. ისედაც წარმოდებით დაგემშვიდობებით დროებით.